სინდისის 8 პატიმრის ხდომა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. იკვლევენ ვიდეო მტკიცებულებებსაც, რომლებიც ადვოკატების თქმით დამონტაჟებულია და მაინც ვერ ადასტურებს ბრალდებულების დანაშაულს. ამას მათი თქმით ვერც მოწმეების ჩვენებები ადასტურებს. მშობლები კი ოცნების სასამართლოს ორმაგ სტანდარტებზე ლაპარაკობენ. მათი თქმით ბიზნესმენებს, რომლებსაც აეროპორტში იარაღი აღმოუჩინეს, გირაოთი უშვებენ, როცა დაუდასტურებელი ბრალდებების გამო მათი შვილები გისოსებს მიღმარჩებიან. ნიკოლოზ ჯავახიშვილს, თორნიკე გოშაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ზვია ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს, გიორგი გორგაძეს და ინსაფალიევს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. გიორგი კვიჟინაძე მოგვიყვება, როგორ გრძელდება სინდისის პატიმრების საქმის განხილვა. სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება, დაკითხვაზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იურისტი, რომელიც საუბრობს ზარალზე, რომელიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას თითქოს და მიადგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს. მანამდე კი დაიკითხა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სანდრო ლოლაძე, რომელიც აცხადებს, რომ 3 დეკემბერს ის იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, თუმცა მან თქვა, რომ პოლიციელების გამოჩენიდან დაახლოებით 40 წუთში დაიძაბა ვითარება, თითქოს და აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და დაიწყეს სხვადასხვა ნივთების სროლა პოლიციელების მიმართულებით. თავად ეს პოლიციელი სანდრო ლოლაძე არის დაზარალებულად ცნობილი, ის ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეებმა მას ესროლეს საღებავის ბოთლი, რომელიც მას მოხდა კეფის არეში, ის ამ დროს იყო ზურგით აქციის მონაწილეების მიმართულებით და როდესაც თავში მოხდა საღებავის ბოთლი, შემდეგ შემოტრიალდა აქციის მონაწილეების მისამართი და ვერ დაინახა კონკრეტულად თუ ვინ ესროლა საღებავის ბოთლი. ამის შემდეგ ადვოკატებმა კითხეს დარბაზში მსხდომი ბრალდებულებიდან რომელიმე ხო არ დაუნახია საპროტესტო აქციაზე და რომელიმე ხომ არ უსვრია მათთვის საღებავის ბოთლი, რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ მას არ დაუნახია ვინ ესროლა საღებავის ბოთლი და ვერ ამოიცნობს იმ ადამიანს, რომლის ნასროლიც მას მოხდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვეს ადვოკატებმა, შეუძლია თუ არა, რომ პოლიციელმა დაზუსტებით თქვას, რომ ბოთლი, რომელიც მას მოხდა, ნამდვილად აქციის მონაწილეებმა ესროლეს თუ უბრალოდ გამგვლელებმა ან მოქალაქეებმა, რაზეც პოლიციელმა თქვა, რომ ის ვერ დააზუსტებს ვისი მხრიდან იყო ეს ბოთლი ნასროლი, ეს იყო აქციის მონაწილე თუ უბრალოდ გამგვლელი ადამიანი. მოკლედ ასე ვითარდებოდა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვითარება სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე. ამ მოწმის დაკითხვა უკვე დასრულდა და როგორც გითხარით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იურისტი იკითხება, რომელიც აცხადებს, რომ 60,000 ლარზე მეტი ზიანი მიადგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას. როდესაც უკვე მის დაკითხვასაც დაასრულებენ მხარეების სასამართლო პროცესზე, დღესვე სავარაუდოდ ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და როგორც ამბობენ ბრალდებულების ადვოკატები, ამ ჩანაწერებშიც კი არ ჩანს რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობა, მეტიც ეს ჩანაწერები არის დამონტაჟებული, არ არის ავთენტიკური, შესაბამისად ის ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად. გარდა ვიდეო ჩანაწერებისა, ბრალდებულების დანაშაულს ვერ ამტკიცებენ და ვერ ადასტურებენ ის მოწმე პოლიციელები, რომლებიც იკითხებიან სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას.